ნუ ჩააგდებ შენს სმენას საფრთხეში. დღეს სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ამ დღეს წელს საქართველოს შეუერთდა. სმენის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციები საზოგადოებას მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ სმენას, რადგან მისი დამაზიანებელი საკმაოდ ბევრი ფაქტორია. ამის შესახებ დღეს საინფორმაციო პორტალ კვირას პრესკლუბში ფონდ აურეს წარმომადგენელმა ისაუბრა. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მესიჯი არის ნუ ჩააგდებ შენ სმენას საფრთხეში და ძირითადად აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ხმამაღალი მუსიკა, რომელიც დამანგრეველია ჩვენი სმენის ორგანოებისთვის, ხშირად აზიანებს სწორედ ახალგაზრდების სმენას. ამ ღონისძიების ფარგლებში 4 მარტს გეგმავთ უკვე სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მშობლების კონფერენციას, სადაც მოწვეულები არიან უცხოელი სპეციალისტები. მათგან მივიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს და ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ აქ უკვე სწორედ ის სეგმენტი, ვისაც ყველაზე მეტად ტკივა დაეხება ეს პრობლემა, მან მიიღოს მეტი ინფორმაცია და შესაბამისად იცოდეს რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში.